ეს სამყარო თავისთავად რა თქმა უნდა მატერიაა და მკვდარია. მაგრამ ის საკრალურობას იძენს, იმიტომ რომ ღვთისნება მეტნაკლებად ცხადდება სამყაროში, მაგრამ ამავე დროს არის ბოროტი ეშმაკი, რომელიც კატალიზატორის როლს ასრულებს შენი თავისუფლების რეალიზების საქმეში. კატალიზატორი ხო იცით რა არის? როცა რაღაცა ქიმიური პროცესი, რომელიც ნელამიდის ჩავყავი ესა რაღაცა და უცებ სწრაფად წავიდა ეს პროცესი. აი ესე თერმობირთულ ენერგიას ესე მართავენ რაღაც სპეციალური რაღაც გრაფიტის ისინია ჩადის, ნელდება, ამოდის, ჩქარდება, პროცესი იმართება გესმის? ან თქვა მანქანის ისა სატერფული საწვავს უაწვდის, მაგრამ იაწვდი, მანქანა გავარდება, აიღებ ნელაივლის გესმის? აი რაღაც კატალიზატორის როლს ასრულებს ეშმაკი და ადამიანი რაღაც ესე და ის მოდის და შენი თავისუფლების რეალიზება სწრაფად ხდება. გესმის? და ის ცოცხალია და ამიტომ ის ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ღვთისნება არ დაინახო. და აბა მე რა ვქნა და შენ პრეტენზია ხო გაქვს რომ თავისუფალი ხარ? აბა ვიღაცამ რო გითხრას რომ სულელი ხარო, ხო გეწყინება? გეწყინება. ვიღაცამ რო გითხრას მონახარო, ხო გეწყინება? გეწყინება. ვიღაცამ რო გითხრას რომ ნებისყოფა საერთოდ არ აგაკო, ხო გეწყინება, ხო და თუ გაქვს გონიერებას, თავისუფლებას და ნებელობას გამოიყენე, კაცო. როცა ადამიანი ამას არ იყენებს, როცა ახურდავებს, რომელიც სიამოვნება ჯობია და ეგონია თავისუფლება. მე ვისი ბრალია, როცა რაღაცებს ვერ იგებ. ადამიანობა, პასუხისგებლობა